მაგოც არა პირდაპირ ეთერშია. 21 მაისს მწერალთა სახლისა და გამომცემლობა ინტელექტის ორგანიზებით ოთარ ჭილაძის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. მისი ნაწარმოები შეგახსენებთ, რომ 11 ენაზეა ნათარგმნი, ხოლო 1998 წელს ოთარ ჭილაძე ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში წარადგინეს. ჩვენი სტუმრები არიან ზვიად კვარაცხელია, გამომცემლობა ინტელექტის მთავარი რედაქტორი და ნატა ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი. მადლობა მობრძანებისათვის. ნატა, ვკითხარი, როგორი იქნება საღამოს ფორმატი და ვინ მიიღებს მონაწილეობას? მშვიდობისა, მადლობთ მოწვევისთვის. სანამ უშუალოდ თქვენ მიერ დაანსებულ საღამოზე გადავიდეთ და მინდა უბრალოდ თქვენი ეთერით საზოგადოებას გავაცნო, რომ ეს ღონისძიება ჩატარდება განახლებულ მწერალთა სახლში. ეს არის ყოველთვის ცნობილი და საყვარელი ადგილი მაჩაბლის ქუჩაზე, რომელიც თუმცა აქვს ძალიან დიდი ხანგრძლივი ტრადიცია, რომ იყოს წერლობის და კულტურის ზოგადად კერა. მოგეხსენებათ, ეს არის დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც 1905 წელს აშენდა და პრინციპში აშენებისთანავე გადაიქცა, ასე ვთქვათ, ერთგვარ წერლების და ხელოვანთა საყვარელთა შესაფარ ადგილად. შემდეგ იგივე ტრადიცია გაგრძელდა უკვე მისი ამ სახლის მომდევნო მფლობელი საკატი ხოშტარიას დროს და მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში აქ ვინაედო მწერალთა კავშირს, ამიტომ ეს საკმაოდ ისეთი ხანგრძლივი ტრადიცია არის. მოკლე შესვენების შემდეგ ეს ტრადიცია აღდგა. ჩვენი კარი ღია ისე მწერლებისთვის და ზოგადად ხელოვანთათვის და უკვე შემიძლია თქვა, პრინციპში თვენახევარი რაც გავიხსენით, რომ აი ამ ჩვენი ღონისძიებების სახით ჩვენ კულტურულ ცხოვრებას შეემატა ძალიან ლამაზი და ესეთი შინაარსობრივად საინტერესო კი ბატონო, ჩვენ ოთარ ჭილაძეზე დიდი ხანია ვფიქრობთ, რომ გაგვეკეთებინა რაღაცა საღამო, განსაკუთრებით წელს არის 80 წელი შეუსრულდებოდა მას და ძალიან კარგია, რომ ეს მოვახერხეთ გამომცემლობა ინტელექტთან ერთად, იმიტომ რომ ამ გამომცემლობას მესვეურებს და განსაკუთრებით ზვიადს, როგორც ვიცი, აკავშირებდა საკმაოდ ახლო ურთიერთობა და მეგობრობა ბატონ ოთართან და ამიტომ აი ზვიადის წაყვანილი ეს საღამო, ვფიქრობ, ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ბატონ ოთარს უნდოდა, რომელიც როგორც ვიცი, გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავმდაბლობით, არ უყვარდა რაღაცა ესეთი ეპატაჟური და მისი ინტერვიუებით ცოტა მოიპოვა. კი, ამიტომ თქვათ, არ უყვარდა გრანდიოზული ღონისძიებები, ეს იქნება ესეთი საკმაოდ უშუალო, მისი მეგობრების მიერ გახსენებული ბატონი ოთარი და მის შემოქმედებაზე სალონური საუბრები და დაანჩენს რო კარგად ვიარეთ. ბატონო ოთარ ჭილაძის გარდაცვალების შემდეგ ინტელექტმა გამოსცა მისი 3 წიგნი, ეს გახლავთ 100 ლექსი, წერილებისა და ინტერვიუების კრებული, წინ მარადისობა და 3 წიდან იწყება. რამდენად დიდია ინტერესი მკითხველის მხრიდან აი ამ კონკრეტული გამოცემების სადმე? საერთოდ ოთარ ჭილაძის მიმართ არის დიდი ინტერესი. იყო მის სიცოცხლეშივე და მისი გარდაცვალების მერეც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესი არის მის მიმართ. ჩვენი ეს გამოცემები, ეს 3 წიგნი, პოეტური კრებული 100 ლექსი, გამოუქვეყნებელი ჩანაწერები 3 წლიდან იწყება და წინ მარადისობა, წერილებისა და ინტერვიუების კრებული, რა თქმა უნდა, მკითხველის დიდი ინტერესის საგანი გახდა, რადგანაც ბევრი ისეთი რამ შევიდა ამ კრებულებში, რომელიც ფართო მკითხველისთვის უცნობი იყო. სხვადასხვა დროს ეს წიგნები გამოვეცით, მაგრამ გამომცემლობა ინტელექტი ყოველთვის მონაწილეობს ოთარ ჭილაძისადმი მიძღვნილ ნებისმიერ ღონისძიებაში, ნებისმიერ საზოგადოებრივ აქტივობაში. წლევანდელი წელი არის ოთარ ჭილაძის წელი, შეიძლება ასე ითქვას. და სხვადასხვა დროს წლის დასაწყისშიც, შემდეგაც თუნდაც ხვალ იმართება ოთარ ჭილაძისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები. ხვალ, როგორც ნატამ აღნიშნა, იქნება სწორედ ისეთი საღამო, რომელიც შეეფერებოდა ოთარ ჭილაძეს. ზედმეტი პომპეზურობის გარეშე საქმიანი ლიტერატურული საღამო, რომელიც სადაც საუბარი იქნება ოთარ ჭილაძეზე, როგორც დიდ მწერალზე, არამხოლოდ ქართული ლიტერატურისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, რადგანაც სულ რამდენიმე თვის წინ, უпростоრედ 2012 წელს უკვე ინგლისში გამოიცა და 2013 წელს ინგლისში ლონდონში გამოიცა ოთარ ჭილაძის 2 რომანი, რომელიც პროფესორმა დონალდ რეიფილდმა თარგმნა და დარწმუნებული ვარ იქცევა ევროპისთვის გამორჩეულ მოვლენად. ეს რომანებია გზაზე ერთი კაცი მიდიოდა და აველუმი. სხვადასხვა მალევე
გამოვა გერმანულ ენაზე, ქრისტიანე ლიხტენფელდის მიერ თარგმნილი გზაზე ერთი კაცი მიდიოდა და შეიძლება ითქვას, რომ ოთარ ჭილაძე უკვე ყველა ევროპულ ენაზე გაიცნობა დასავლელი მკითხველი. ჩვენ თვითონ გამომცემლობა ინტელექტი ასევე კიდევ ერთ ღონისძიებას გამართავს მომავალში გარდა ხვალინდელი დღისა, ეს იქნება ოთარ ჭილაძისადმი მისული ალბომი, სადაც შევა ფოტოები, მისი ცხოვრების ამსახველი, საკმაოდ ბევრი ფოტო, რომელიც ფართო აუდიტორიამ და ოთარ ჭილაძის შემოქმედების მოყვარულებმა არიციან. და ამავე წიგნში ეს წიგნი ალბომი იქნება საკმაოდ ორიგინალური, სამწუხაროდ ხვალინდელი დღისთვის მოასწარით ამ ალბომის მომზადება და გამოცემა, მაგრამ ხვალ გამოიფინება ჩვენ მიერ გამოცემული ეს 3 წიგნი და ასევე ოთარ ჭილაძის შესახებ დაწერილი ფილოლოგ ცისანა გენძეხაძის წიგნი პოეტის კაცრი ოთახი, რომელიც არის ესე იგი როგორც ერთნაირად არის როგორც მხატვრულ დოკუმენტური ნაწარმოები, ასევე მასში შესულია სამეცნიერო წერილები, რომელიც ქალბატონმა ცისანამ ოთარ ჭილაძის შესახებ დაწერა. საკმაოდ დატვირთული საღამო იქნება, მიუხედავად იმისა და დატვირთული გეგმებია. საკუთარი სამყაროს შექმნა ყველა მწერლის მიზანია, უფრო მეტიც ამაზე ოცნებობს მხოლოდ და ნურავი მოისურველებს თავს, მსგავსი არაფერი მიფიქრიაო, მაგრამ როგორც არ უნდა მოინდომოს, ვერც ერთი მწერალი ვერ აღწერს როგორია მის მიერ შექმნილი სამყარო, ეს სიტყვებია, რომელიც თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში. მოდი მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ სიტყვების შინაარსით და მიუხედავად უბრალოდ და მოდი დავახასიათოთ ის სამყარო, როგორიც ის ცხოვრობდა და რომელსაც ის აღწერდა. და რით იყო ის გამორჩეული ოთარ ჭილაძე, თქვით რომ 1998 წელს ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი. როგორცაც შევაჯამოთ და მოკლედ დავახასიათოთ. ახლა შეჯამება ალბათ ხვალ უფრო კარგად გამოუვა მის შემფასებლებს და მეგობრებს. ჩვენთვის ეს იყო ძალიან ისეთი ქართული და ეროვნული მწერალი და ასევე ძალიან კოსმოპოლიტური, იმიტომ რომ თქვათ იყო ესეთი ფასეულობები, რომელიც ესე გვჭირდება ჩვენ დღეს და ბევრად უფრო ესეთი გონება გახსნილი ადამიანი ვიდრე დასწრები. შეიძლება ითქვას, რომ ესე იგი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ოთარ ჭილაძე იყო განდგომილი ამ საზოგადოებიდან, არ ერეოდა ამ საზოგადოებრივ ორონტრიალში, მაგრამ მისი წერილები განსაკუთრებით უნდა აღინიშნოთ, რომ მისი წერილები, ჩანაწერები, ინტერვიუები, თქვენ აღნიშნეთ, რომ ინტერვიუები ცოტა იყო სატელევიზიო ინტერვიუები, ეს უნდა იყოს ხაზგასმით, რადგან მას ტელევიზიასთან არ ჰქონდა აქტიური ურთიერთობა, მაგრამ ოთარ ჭილაძე ეხმაურებოდა ყველა ნაკლებად აქტუალურ საზოგადოებრივ მოვლენას, ლიტერატურულ მოვლენას. განსაკუთრებით ამაში გვარწმუნებს მისი ჩანაწერი. მახსოვს მისი 9 აპრილის ჩანაწერი და ის რომელიც მან გამოსცა. რადიო მიმართვა იყო თუ არ ვცდები. დიახ, რადიო მიმართვა ესეც სათავე თუ არ ვცდები, უგმობის ასტიკეს. ასევე იგი აქტიურად ეხმაურებოდა 90-იანი წლების ამბებს, ყველაფერს თითქმის რაც ხდებოდა, აი განსაკუთრებით მისი ბოლო ინტერვიუ აღსანიშნავი, რომელიც ავსტრიულ გაზეთში გამოქვეყნდა და ეხებოდა 2008 წელს საქართველოში განვითარებულ ამბებს. 2008 წლის აგვისტოს ამბებს, სადაც მწერალმა ფაქტობრივად ზუსტად ის საქმელი და პოზიცია დააფიქსირა, რაც აუცილებლად უნდა თქვას ნამდვილმა მწერალმა და ოთარ ჭილაძის პოზიცია იყო ეს ნამდვილი მწერლის პოზიცია. გარდა იმისა, რომ ის იყო აქტიური მოქალაქე, ყველასთვის საყვარელი მწერალი იყო, არ მხოლოდ როგორც პოეტი, როგორც პროზაიკოსი, პუბლიცისტი და სხვადასხვა წახნაგები არის საინტერესო მკითხველისთვის და საყვარელი ზოგს მოსწონს პოეზია, მისი როგორც ლექსები, ესე პოემები, ზოგს მოსწონს მისი რომანები და რომანებშიც კი მიდის, რომ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა თუ აველუმი, ყოველმან ჩემმა პოვნემან თუ ბოდორი და როდესაც საზოგადოებაში დღემდე არის ასეთი აქტუალური ასთა გაცვლა, გამოცვლა და სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა მწერალი არის აქტუალური და მწერალი არსებობს და ოთარ ჭილაძეს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყოველთვის სანამ საქართველო იქნება ოთარ ჭილაძის სიტყვა და ოთარ ჭილაძის პოზიცია იქნება საქართველოსთვის აქტუალური. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს ეთქოს, რომ ჩვენი სტუმარი იყო ზვიად კვარაცხელია, გამომცემლობა ინტელექტის მთავარი რედაქტორი და ნატა ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი. მე კი გეტყვით, რომ ხვალ თქვენ გაქვთ შანსი 21 მაისს 18 საათზე, რომ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ოთარ ჭილაძე, ჩავხმოდეთ მის ნაწარმოებებს, ცოტა ხანში მაღვიძარას ნალი ბენდი შემოუერთდება. ახლა კი რეკლამით როა, ცოტა ხანში როგორც ლენონმა თქვა, ნალი ბენდი შემოგვიერთდება.
მოგესალმებით.